თაღლითური სქემა და მოტყუებული ემიგრანტები ორგანიზაცია ერთობა და სიკეთეებს სამშობლოდან წასულებს ფინანსურ პირამიდაში თანხის დაბანდებას თავაზობს, სანაცვლოდ კი ჰპირდება, რომ გარკვეული დროის შემდეგ კოლოსალურ მოგებას ნახავს. პირამიდაში გაწევრიანების წესი ასეთია. საწყისი შენატანის გარდა ერთმა ადამიანმა სქემაში დამატებით 2 უნდა ჩართოს. თავისუფლ ამ 2-მა კიდევ 4 და ასე უსასრულოდ. ფული ჩადეს, თუმცა პირამიდა ჩამოიშალა. ამ აფიორაში 10,000-ობით ადამიანია ჩართული. შესაბამისად, ბევრია დაზარალებული. ზოგიერთი მათგანი კი ტელეკამერებთანაც საუბრობს. ამბობენ, რომ ფული დააბანდეს, სანაცვლოდ კი ვერაფერი მიიღეს. როცა კითხვები გაუჩნდათ, უბრალოდ დაბლოკეს და ჩატებიდან გააგდეს. დაჯგუფებას ვინმე ბადრი აბაშიძე და რუსუდან ლომიძე ხელმძღვანელობენ. კურიერი პიესმა მათ მარნეულში ჩააკითხა. მირიან ბოქოლიშვილის რეპორტაჟი. ძალიან ისეთ მოხდია მას სისულელი. ხალი, რომელიც კურიერი პიეს ინტერვიუზე დათანხმდა, მასშტაბურ თაღლითურ სქემაზე საუბრობს. ყვება თუ როგორ ჩაითრიეს 1000-ობით ემიგრანტი ეგრეთ წოდებულ ფინანსურ პირამიდაში. ჟანა ლოგუა ამბობს, რომ კარგად ორგანიზებულმა დაჯგუფებამ მხოლოდ მისგან $7,000 მიითვისა. ფინანსებთან ერთად დაკარგა ჯანმრთელობაც. ის ონკოლოგიურ დაავადებას ამ დრომდე ებრძვის. თუმცა ავადმკი ვიყავი, მაგრამ ღამეები მითევები ადამიანშავია. მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული პირამიდის მუშაობაზე კითხვები გაუჩნდა, ხალი მუქარის, შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახავი ყალბი ინფორმაციის გავრცელების სამიზნე გახდა. მანამდე კი 100,000-ობით თანხის მითვისებაზე ინფორმაცია ემიგრანტებს გაუზიარა. სადღაც 17-მდე პირამიდა გახსნა, სხვადასხვა ფასეული, სულ იზრდებოდა ფასი. ანუ დაიწყო 25 და დამთავრდა 5,000. აი ამდენი სხვადასხვა დააწყო. და ყველა გაჩერდა ისინი, ახლა ამ წუთას ყველა გაჩერებულია და ის ხალხი. ახლა თქვენი კითხავთ, რამდენი იყო აქ ფული შემოტანილი. 13,000 ადამიანი იყო ამაში ჩართული, ცოტა მეტი თუ ცოტა მაკლები არ აქვს მნიშვნელობას, ზოგადად ვამბობ, 13,000-დან ესე იგი ყველა იყო 25-იანზე, ეს პირობა იყო, ანუ 25-იანი აუცილებლად უნდა გქონოდა და დანარჩენი ამ 13-დან სადღაც 8,000 ყველა დაფერზე იყო კიდე. და წარმოიდგინეთ ახლა რა თანხებია აქ შემოსული. მარტო ის 13,025 და დანარჩენი კიდე ყველა დაფაზე 100, 400, 600, 1600. ვინ დგას თაღლითური პირამიდის უკან, რომელმაც სქემაში 13,000-მდე ადამიანი ჩართო. დაზარალებულები ამბობენ, რომ დაჯგუფებას ვინმე ბადრი აბაშიძე და რუსუდან ლომიძე ხელმძღვანელობენ. მათ მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია სახელწოდებით სიკეთე და ერთობა ემიგრანტებს ეგრეთ წოდებულ სასაჩუქრე სისტემაში ფულის დაბანდებას თავაზობს. საწყისი შენატანის გარდა ერთმა ადამიანმა სქემაში დამატებით 2 ადამიანის მოზიდვა და ჩართვა უნდა უზრუნველყოს. თავის მხრივ ამ 2-მა კიდევ 2-ის და ამ მეთოდით ორგანიზაციის დახურულ ჩატში თავი 1000-ობით ადამიანმა მოიყარა. რომ ეს არის ნამდვილად გადაუგებლად საჭირო, იმიტომ რომ ეს რუსუდან ლომიძეა, რომელიც დახურულ ჯგუფში ეგრეთ წოდებულ ვებინარებს უძღვება და ჯგუფის წევრებს ნათელ მომავალსაც პირდება. რესპონდენტები ყვებიან, რომ მათ, ვისაც კითხვები უჩნდება, ჩათიდან აგდებენ და აღარც გადახდილ თანხებს უბრუნებენ. დაზარალებულთა ნაწილს კამერების წინ გამოჩენა არ სურს, რადგან ბევრი მათგანი Facebook-ში შექმნილი ყალბი ეკაუნთების მეშვეობით ერთხელ უკვე გახდა თავდასხმისა და შეურაცხყოფების სამიზნე. თითქმის უმეტესი ჩემ აზრზეა, მაგრამ არ ვიცი ერიდებათ, არ ვიცი ეშინიათ, არ ვიცი ზოგს ბევრი ფული აქვს ჩადებული. აი მე პირადად მაგალითად ვიცი ისეთი ადამიანი, რომელსაც ვეკონტაქტები 10,000 ფონდა ჩადებული. მე შევედი $100-ზე, შევედი $400-ზე, შევედი $600-ზე და ბოლოს შევედი $1,000-ზე, $1,000-ზე რომ შევედი, გაჩერდა და გაიყიდა ყველაფერი. 160,000 უნდა მიგვეყო, 160,000. კურიერი პიესმა ბრალდებების მთავარ ადრესატებს მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში ჩააკითხა. რუსუდან ლომიძე და ბადრი აბაშიძე ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა ქვეყანაში გადახვეწილი ემიგრანტები უნდა ჩამოიყვანონ და სამუშაოსთან ერთად საცხოვრებელი ფართებიც უნდა მისცენ.
ამბობენ, რომ მიწები ემიგრანტებისთვის შეიძინეს, თუმცა საჯარო რეესტრში უკვე წლებია მთელი ეს ტერიტორია სრულიად სხვა პირზეა რეგისტრირებული. ბადრი აბაშიძე კურიერი პიესთან უარყოფს ფინანსური პირამიდის ორგანიზებას და ემიგრანტების ფულის მითვისებას. ყველა გიჟი გურია ხო იცით. მე როგორ ფიქრობთ, ახლა მე ცალია ამ ყველაფრის მერე, აქ იგეგმება რეგიონალური განვითარების პროექტის ფაბრიკი, რომელიც ჩვენ წარუდგინეთ ჩვენ საზოგადოებას, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების განვითარება, რომელიც რა თქმა უნდა მატერიალურ კეთილდღეობაზე ანუ არის რა თქმა უნდა გაწვლილი და იმ ემიგრანტებს, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება უნდა ამ ადამიანებისთვის, რა თქმა უნდა, თუ დაწყებული გვაქვს კოტეჯების შენებლობას. პირამიდულ სქემასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს რუსუდან ლომიძეც. ამბობს, რომ ორგანიზაცია რეგიონალური განვითარების პროექტით არის დაკავებული და გარკვეულ ადამიანებს ამ საქმეში ხელის შეშლა სურთ. სოფელ შაუმიანის მინდვრებში მიწის ნაკვეთები მართლაც დაამუშავეს. ამბობენ, რომ საბოლოო მიზანი ამ ტერიტორიაზე ემიგრანტების დასახლებაა. ეს არის უბრალოდ საშუალება, რომ შემოიკრიბონ ადამიანები და იხედავთ, რასაც ვაკეთებ, ხო? და ეტაპობრივად ჩვენ ისეთ საქმიანობებს შევთავაზებთ, რომ აქ მოხდება დასაქმებაც, აქ მოხდება ემიგრანტების გამოგყვანაც. ხო, ველაპარაკებით ზარალზე, დაზარალებაზე, ხო? და დაზარალებული როგორ იქნება, როდესაც მას ფიზიკურად დანაკარგი არანაირი ხარ. მაგრამ მან გააჩუთა თანხები და უკან არავულია. დაელოდოს მაშინ. ემიგრანტების ნაწილი კურიერი პიესთან ამბობს, რომ მითვისებული თანხებით ბადრი აბაშიძემ და რუსუდან ლომიძემ საკუთარი ბიზნესი ააწყვეს და სამშობლოში ემიგრანტების დაბრუნებაც მხოლოდ აფიორაა. საქართველოში მიდიოდი და მომწერეს, რომ შენ საქართველოში რომ მიდიხარო, ითომ სამუდამოდ დაბრუნდი საქართველოშიო და იქო ჩვენო დაგხვდებითო, ხო და თქვიო იქ შენ რომ შენ დაბრუნდი საქართველოში ჩვენი წყალობითო. თუ ხარ რას ამბობ? მე ვთხარი როგორ უნდა ვთქვა ტყვილი მეთქი და არ დავეთანხმე და რომ ჩავდივდი საქართველოში მართლა იყვნენ ქართველები 2-3 ქართველი ჩემს თვითონაში იყვნენ, რომლებიც ჩამოუფრინდით ჩვეულებრივად და დახვდნენ იქ დოლგარმონით. ორგანიზაციას, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ სოციალურ ქსელში, კვლავ ბევრი მიმდევარი ჰყავს. რეპორტაჟზე მუშაობის პროცესში ემიგრანტების ნაწილმა ვიდეო მიმართვებით ჩაწერა. სჯერათ, რომ მრავალწლიანი ემიგრაციის შემდეგ მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანის მინდვრებში მათთვის ახალი სოფელი შენდება. გამინათა გზასავალი დამანახა გზა, რომელიც რეალურად საბოლოოდ ამაბრუნებს ჩემს ქვეყანაში. მომზადა ვარ მათ გვერდით დავდგე. ძალა ერთობაშია. ჩვენ ყველა ერთად ბევრ კარგ სასიკეთო საქმეს შევძლებთ. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ლიდერებს და ჩვენი ორგანიზაციის ყველა წევრს. ბიზნესი თუ ფინანსური აფიორა. ამ კითხვას პასუხი საგამოძიებო უწყებებმა უნდა გასცენ. დაზარალებულთა ნაწილი პროკურატურაში საჩივრის შეტანას გეგმავს.